ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა: სად ვიყიდოთ ველოტანსაცმელი თბილისში? დღეს მოგიყვებით და წავალთ ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება ველოტანსაცმელი და ასევე თან მოგიყვებით თუ რა უნდა ჩავიცვათ საერთოდ ველოსიპედით გადაადგილების დროს. წავედით. ველოტანსაცმელი თქვენი გადაადგილების წილის შესაბამისად განისაზღვრება. სამთოზე ვიცავთ თავისუფლად, ხოლო საგზადკეცილზე კი პირიქით, უფრო აეროდინამიულად და მჭიდროდ. და პირველ რიგში ჩვენ წავალთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას მარინაში. დიდუბეში არის მარინა, სადაც მრავალფეროვნებაა ველოსიპედის ტანსაცმელების, მათ შორის სამთო, საგზადკეცილო, ზამთრის თუ საზაფხულო. წავიდეთ და დავათვალიეროთ. თუ ბოდიელი გიყვართ, შეერი ადგილია საბოდიელო, მე არ მიყვარს და ძალიან მიჭირს ხოლმე არჩევა. ესეთი მშვენიერი ელასტიკებია. 10 ლარად, 15 ლარად. ესეც მაისურები. რა ეს? ესეთებიც კარგი მატერიის შედარებით უფრო ზამთრისთვის. ეს არა. ეს არა. აი ეს არა, ეს არა. ესეც კარგია. არა ეს უფრო ზამთრისებისა. ველოსიპედის მაისურია. ესეთი ჯიპები აქვს. ბაიქს კი. აი ესეც ძალიან კარგია სხვათა შორის, იმიტომ რომ ესეთი გახლოტილია და ზაფხულში არ დაგცხება საერთოდ. მარინაში უნდა გაგიმართლოს. თუ თქვათ ახალი შემოსულია ტანსაცმელი მაგ შემთხვევაში ნახავ კარგ რაღაცებს, მაგრამ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის ამ ადგილის შესახებ და ხანდახან შეიძლება ვერ ნახო ისეთი კარგი ტანსაცმელი რა და დიდი არჩევანი. დღეს რაღაცა არ გამიმართლა. შემდეგ მოვინახულებთ ჰუმანა. სადაც საკმაოდ კარგი ხარისხის რაღაცები იყიდება და საკმაოდ დიდი არჩევანი. ესეთი ძალიან კარგი განყოფილებები არის ქალის სპორტი და კაცის სპორტი, სადაც უფრო მარტივად ნახავთ სად რა იყიდება. ნავიგაციაში გეხმარება. უკვე ძალიან კარგი რაღაცები ჩანს, რა კაი საქარეა. ვაუ. 17 ძალიან კაი. ნახეთ რაღაცე. მეგომაისურია 15 ლარად. ესეც უკარგესი საქარეა. ეცალოზე. სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა მატერიის დახვრეტილი, ასევე სტილოს სუნთქავს. ნახავთ კეჩუას, ნახავთ ნაიკს, ნახავთ უსაკა. კრივიდი, ძალიან კარგი მდია. ეხლა ძალიან კარგი შურტი ნახე. მაკენეს რაღაცები მაქვს და უეჭველი დავიხოთ და ღირს 17 ლარი. ნახოთ კაცებში რა ხდება. აჰა, შენიერი ხომალის. ნაიკის. ეს ძალიან კაია. როგორც ღია აქვს დახვრეტილი და ნაკლებად გავფრინდები. აი ველოტანსაცმელი უკან ჯიბეებით. ეს 17 ლარი. ესეც ესეთი მაისური მაქვს. მე და ცუცქის. აი კიდევ რა მაგარია. ჯირო. მაგარია. ესეც რა მაისურია. ჰუმანას აქვს ერთი მინუსი. თუ რაღაცაზე შეჩერდი რამდენიმე წამით უეჭველი გეყიდინება. ეხლა შემომეყიდა ორი რაღაცა. შორტი და ზედა გრძემკლავიანი ჯიბებით, იმიტომ რომ მსგავსი საკმაოდ ცოტა მაქვს და ვიფიქრე რომ ატომაც არა. და ერთ დამიდა 17 ლარი, მეორე დამიდა 19 ლარი. ეხლა ფაზაკლებები არ აქვს, არა და ხშირად აქვთ ხოლმე, მაგრამ მაინც ვიყიდე, იმიტომ რომ მე ფაზაკლებების პერიოდში ფაქტობრივად აღარ რჩება არჩევანი რა და ხანდახან გიღირს რომ რაღაცა ცოტა მეტი გადაიხადო. ასევე ვეწოვით პატარ-პატარა მეორად მაღაზიებს. წერეთლის მიმდებარე თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ესეთი მეორადი ტანსაცმელების მაღაზია, სადაც ნახავთ ტანსაცმელს და აგერ არის ჩაფუტები, თუმცა მეორად ჩაფუტებს არ გირჩევთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს დარტყმული, დავარდნილი და იყოს დაზიანებული. შეგიძლიათ იყიდოთ შორტები, ასევე საქარეები, მაისურები. აი ძალიან კარგი საქარეები შეგიძლიათ იყიდოთ. ზუსტად წერეთლის მეტროს მოპირდაპირე მხარეს არის. სხვათა შორის ჩემი პირველი ტანსაცმელიც ვიყიდე წერეთელზე. შიმანოს ბრენდის.
არის შანსი რომ მსგავს რაღაცებს გადააწყოთ, ან ზებნა ჭირდება და სისტემატიური ნახვა. ძალიან იაფად ვიყიდეთ. რაღაც 45 დოლარად ვიყიდე. $90 ფეხსაცმელი. ჩვენი შემდეგი გაჩერება ამერიკული საწყობი ნომერი 1. სადაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ კარგი ბრენდის ტანსაცმელი, მათ შორის Oakley-ს. ძალიან კარგი. Oakley-ს რაღაცები. ამ ფილიალში ბევრი არაფერი არ ქონდათ. უჯობესად წახვიდეთ ბახტრიონზე. რაც ბევრად დიდი არჩევანი აქვს და ბევრად საინტერესო რაღაცებს ნახავთ. და ასევე ვეწოვით რამდენიმე მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ გარკვეული ბრენდის ტანსაცმელები, როგორც არის მაგალითად Foxy, Scotty და ასე შემდეგ. ამჯერად ვესწრებთ Extremes, იმიტომ რომ Extremes-ში საკმაოდ დიდი არჩევანია ტანსაცმელების. აქ ნახავთ ესეთ მაისურებს. სამთო სტილის მაისურებია. კითხარებს. Simple-ი. ძალიან საკრები. საკრები საკრები. ეს არც ისეთი იებს. ჩვენს ნახავთ ესეთ შარლებს, ბიბ შორტებს. ცხირს. როცავით. სამთოები. სამთოშავები. ექსტრემალური სპორტისთვისაც დამცავებით. ცხირს. თუმცა აქ დამცავი აქვს თავისი ესე მხრებზე. ძამძიმია. ეს საწუნარი. ეს 39. ნაისი. სალომონებია ძალიან კარგები. ესაც ამას. ეს კარგი წვირი. ძალიან კაი მოდელია. ეს არის ბური სპორტი, სადაც ასევე შეიძენთ ველოსიპედის ტანსაცმელს. აქ დაგხვდებათ Scotty-ს ფირმის სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი. ეს არის Geo Riders-ი, სადაც დაგხვდებათ Foxy-ს ბრენდის ტანსაცმელები, საკმაოდ ხარისხიანი და ძირითადად სამთო სტილზე ორიენტირებული. ასევე აქ დაგხვდებათ Kelly-ს სხვადასხვა სტილის ველო ტანსაცმელი. შორტები, საკარები, მაისურები და სხვა. ეს იყო ის ადგილები, სადაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ველოსიპედის ტანსაცმელი. ზოგიერთი ადგილი განახეთ, რომელიც იყო ბიუჯეტური ვარიანტი, ზოგიერთი განახეთ, რომელიც არის ხარისხზე, ბრენდზე და სიახლეზე ორიენტირებული, ახალი და ესეთი კომფორტული. რაც შეეხება ტანსაცმელის გამოწერას, თუ თქვენ იცით კონკრეტული საიტები, სადაც თამამად გამოიწერთ ტანსაცმელს და ენდობით, მაგ შემთხვევაში კარგია. თუმცა უცხო საიტებიდან და უცხო კომპანიებიდან გამოწერას აქვს მინუსები, შეიძლება გამოიწეროთ არასწორი ზომა ან ცუდი ხარისხი. დასკვნის სახით გეტყვით, რომ ზოგადად ველო ტანსაცმელი გეხმარებათ, რომ თქვენი გადაადგილება იყოს ბევრად კომფორტული. თუმცა ეს არ არის აუცილებელი და შეგიძლიათ გადაადგილოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელიც კი. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. წინ ბევრი საინტერესო ამბავი გველის.